ქართული რადიკალური ოპოზიციის მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯი უკვე ცნობილია. რადიკალები ახლა საქართველოს საზღვრებს გარეთ ეგრეთ წოდებული შავი სიებით დადიან და საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას სთხოვენ. ყველას ვისთანაც ხელი მიუწვდებათ. ქვეყნის დასჯის კიდევ ერთი მცდელობა საკუთარ თავზე. პირველებმა ისევ ნიკა გვარამიამ და ზურა გირჩი-ჯაფარიძემ აიღეს და სტრასბურგში გაემგზავრნენ. მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები იქამდეც მივიდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონოპოვარის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ. თუ რა მიზნით და მოთხოვნით გაემგზავრნენ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები, თავად ჯაფარიძე გვარამია ამ დრომდე დუმან და სტრასბურგში მყოფები ვიზიტის დეტალებს არ ასაჯაროვებენ. თუმცა გვარამიას თენგომ აღიარა, რომ სწორედ სანქციები იქნება მოთხოვნა. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, თენგოს ამის დადასტურება არ უნდა. ვიზა ლიბერალიზაციაზე იქნება საუბარი, მე ამის შესახებ არ ვიცი, სანქციებაზე იქნება საუბარი. სტრასბურგში გამგზავრებამდე კი არჩევნების შემდეგ ქუჩაშიც დამარცხებულები გამოსავლის ძიებამ ისევ სალომე ზურაბიშვილის ოფისში შეკრიბა. თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ 2 საათიანი საგანგებო შეხვედრის შემდეგ ახალი ისევ ვერაფერი თქვა. გეგმა უცვლელია. ქართველი ხალხის დასჯა, სანქციები, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა. ამისთვის კი რადიკალები ტრადიციულად ქვეყნის გარეთ აქტიურ მუშაობას აანონსებენ. ერთადერთი რაც ახალი მოიფიქრეს კონკრეტული სიების შედგენაა, სადაც მოქალაქეებს დასანქცირებას მოთხოვნით შეიყვანენ. შემდეგ კი ამ ეგრეთ წოდებულ შავ სიებს, როგორც ამბობენ, თავადაც წაიღებენ და ზურაბიშვილსაც საზღვარგარეთ გაატანენ. ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები არიან დანაშაულებრივი სისტემის, ესე ვთქვათ, დავალების შემსრულებლები არიან. ვინ არიან ესენი? იქნება ეს გამომძიებელი, მოსამართლე, სრულმოწმე და სხვადასხვა მტკიცებულებები, გამყალბებლები ადამიანები, ჩვენ ყველას გვაქვს ეს მოგროვებული მონაცემები, შევაჯერებთ ამას და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა, იმისთვის რომ მათი სანქცირება, ან მაგალითად გადაადგილების შეზღუდვები და სხვადასხვა საკითხები დაისვას. კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ამ ქმედებებით საკუთარი რეალური სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. რადიკალებმა რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ქვეყნის დასჯა, ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და რაც ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები ქვეყნის განვითარებას ვერ შეაჩერებს. რა თქმა უნდა, ესეც არის იმ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელება, რასაც აწარმოებს ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, ქვეყნის დასჯა, ქვეყნის უგუსლო, ეს არის მათი მიზანი და ინტერესი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში თქვენ ხედავთ, რომ მათ ვერაფრით ვერ დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცხოვროს იმაზე უკეთესად, ვიდრე გვაქვს დღევანდელი მდგომარეობა, ეკონომიკა იზრდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, ჩვენ გვინდა დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, ამისათვის გვჭირდება შეუქცევადი და შეუფერხებელი განვითარება. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე, განვითარების გზაზე, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ისინი არიან ისევ იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიდაც მოქმედებენ უკვე 10 წელზე მეტია, დააზიანონ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესები, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, უკან არ იხევენ არაფერზე და აგერ უკვე რამდენი წელია მონდომებით ითხოვენ ქვეყნის დასანქცირებას, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას და უმკაცრესი ზომების მიღებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მათი მამოძრავებელი, ეს არის მათი მიზანი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს ქვიათ ქართველი პოლიტიკოსები. მართლ გუნდში მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები იმ პირებისგან არ უკვით, რომლებიც ჯერ ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას თხოვდნენ. შემდეგ კი სტატუსის შეჩერებას ითხოვდნენ. ქართული ოცნების წევრების თქმით, რადიკალური ოპოზიცია ახლა ქვეყნის მტრობის ახალ ისტორიას წერს, რადგან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა და მათი გარე პატრონების მიზანი გამოგონილი მიზეზებით ქვეყნის დასჯა. აქ არ დაედგომებათ, მიტინგებზე დაცვით დადიან გვარამიები, ჩახტილი, გირჩი, ჯაფარიძე, დანი ვაშაძე საერთოდ ოთახებში აძლევს ინტერვიუს, გარეთ ვერ გადის უკვე, იმიტომ რომ თვითონ მომიტინგეებიც უკვე ხვდებიან, რომ ვისთან აქვთ საქმე და როგორ იყენებენ ამ ახალგაზრდებს და ეხა დარბიან, ეხა ვითომ რაღაც საქმეს აკეთებენ. ისევ საქმე გააკეთეს, რო წავდნენ ინაუგურაციას და რო აღმოჩნდნენ გარეთ ყინვაში. იმან კემალეთ კალათბურთს მაინც უყურა.
ვაშაძემ და ესენ კიდე აი ესეთ სიგიჟეებს ჩადიან არაფერი ვითომ რომ ხალხს დაარწმუნონ რაღაც რო ყავთ ბაბლი რომ აი ვითომ საქმის აკეთებენ ის რაც სადაც იმყოფება დავის რეზიდენცია აქვს სალომე მავნებელს ეს სიმბოლურია სოროსის ფონდში აი სოროსის ფონდია მათი სიმბოლო სხვა არავითარი ფუნქცია და არავითარი დანიშნულება ამ სიას არ აქვს გარდა იმ ფურსლისა რომელზეც დაბეჭდილი იქნება და არ მობეზდათ მაინც ამ სიებზე დასანქცირებების საუბარი არ გვაინტერესებს არ გვეშინია ბატონო ამ სანქციების და გინდა მიმართონ და გინდა არ მიმართონ სანქციებთან დაკავშირებით და გინდა დაგვიწესონ თითოეულ ადამიანს რომელიც პოლიტიკაში ვარ ჩართული ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენელი გინდა არ დაგვიწესონ არ გვაინტერესებს და არც გვეშინია არც არ გვაინტერესებს და რა ვიცი იმედია როდესმე მობეზრდებათ მაინც სანქციებზე საუბარი გვარამია ჯაფარიძის მორიგი სახელმწიფოებრივი ვიზიტი ნაც ოპოზიციის აგენტურული ქმედებების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ხალხის ძალისთვის. საპარლამენტო ოპოზიციის თქმით, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის რადიკალებს პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ. ჩვენ მორიგ ჯერზე კიდევ ვხედავთ ხოლმე მტკიცებულებებს თუ როგორ მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობა ჯაშუშობის პრინციპით და უცხოური ქვეყნის აგენტობის პრინციპით. როდესაც ეს ღიად და საჯაროდ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებ, არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებ, აუცილებლად მოგიწევს პასუხისგებლობა. სხვა მეტი კი არაფერი არ არის. აგენტი ავტომატით ხელში კი არ დადის და ტერორისტივით კი არ აფეთქებს რაღაცეებს. აგენტის მოვალეობა ეს არის, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ საქართველოში. ერთობის იდეით, თუმცა ვერ შემდგარი ერთობით, კოლექტიური ნაცმოძრაობა ძალაუფლების დასაბრუნებლად ყველა შესაძლო გზით იბრძვის. ქართულ ხალხს ეს სცენარიც უკვე არაერთხელ უნახავს. რაც ოპოზიციის ყველა მცდელობა კი დაესაჯა, საქართველო და ქართველი ხალხი წარუმატებელი აღმოჩნდა.